ვის ელოდებით? მეშვიდე წელს. ნახევარზე მეტი უნდა იყოს ბიუროს წევრები, ნახევარზე მეტი ბიუროს ხმოვანი ჩავატარო. ამიტომ ერთი წევრი გვაკლეია. ბატონო, ერთი წამით ბიუროს წევრი ხარ? ბიუროს წევრი ხარ თქვენ? ერთ წამით სადგარბი ხარ, საკრებულოს წევრი ხარ. კაი, გამოყვებით, აბა სადამდე წახვალთ. ტუალეტში რატომ დაიმალეთ? საკრებულოს 12 წევრის ხელმოწერით ერთობლივი ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობათა გადაყენების შესახებ. საკრებულოს 12 წევრის ეს ბიურო უნდა გადაწყვეტს ბიურო დაამატოს თვისის. სპორტულ ორგანიზაციების დაფინანსებას 10,000 ლარი დაემატა სხვა ხარჯებში, და ბიუჯეტში აისახება და ეს არის თანადაფინანსება, როგორც მოიხსენებათ. დედებს შეიქმნა გუნდი და გამოდიორი დაუშვათ შეიქმნა ფალი. არა, ბაჟო, დაუშვათ ვიღაცამ შეიქმნა ფალი კალათბურთის გუნდი. ვიღაცამ სიგრძეზე ხტომელთა გუნდი. და ვიღაცას თავში მოვიდა ახალგაზრდის გამგეობაში, რომ მოდი ეხლა ჩვენ ეს დავაფინანსოთ, მე ვკითხულობ, ვალდებულება ექსკლუზივი გვაქვს თუ არა მაგის დაფინანსების? ვალდებულება არა. კა, ვალდებულება თუ არა გვაქვს ბიუჯეტში მაშინ საიდან დაისვა ეგ საკითხი? წერილობით ვინ დააყენა, საიდან შემოვიდა ეგ საკითხი და ვინ ამტკიცებს ამას, რომ ჩვენ 40,000 ლარი თუ 10,000 ლარი უნდა შევიტანოთ აქ. მივიღოთ ახლა დოკუმენტაციას. თუ გაქცეულზე ვიღაცას მოვიდა თავში აზრად, რომ მოდი რა ეს გავაკეთებო. წერილი სად არის? რომ შექმნა ვიღაცამ სად არის? საკუთრება და კუთვნილობა ჩვენი ახალგაზრდის მუნიციპალიტეტისა რა არის? რატო ვიღებთ მის დაფინანსების საკითხს ჩვენ? სად არის ამ საკითხზე ანოტაცია? სად არის იურისტის დასკვნა? სად არის საფინანსო სამსახურის დასკვნა? სად არის ეს ყველაფერი? ჩვენ წინა ბიუჯეტის ხდომაზე ისე გავატარეთ მოხსენება, რომ 8,000 ლარი, რომელიც გამგეობის დაფინანსებაზე დაემატა, თუ არ ვცდები, იყო ასეთი რამე. წინა ხდომაზე თუ არ ვცდები, 8,000 ლარი არის დამატებული სახელმწიფო ფონდზე გამგეობის. ხო არ გაკეთებული? კი, ამის როცა. აი აქ შეგეხარ ბიუროს წევრები, რომელმა იცოდით ამის შესახებ. იცოდით ისა, ბატონო ფირს იცოდით? საფინანსო კომისიის თავმჯდომარე ვიცოდით? ისა, აგრარულ საკითხს სოსო იცოდი შენ მაგის შესახებ? არა. შენ იცოდი ისა? თქვენ ქალბატონობელა? არა. ჩვენ 8,000 ლარი გამგეობის სახელმწიფო ფონდი ისე აუწიეთ ხელი, რომ არავის ეს არ უთქვია. მაგრამ დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გავგზავნეთ გამგებლისთვის, რომ ამის შემდეგ ძაღლად რო ჩავარდოთ ყველა სტრუქტურა და რომ საკითხი ეხებოდეს ყველა კომისიის ხდომაზე გაიაროს და იქ ჩამოტანილი ანოტაციაში უნდა ეწეროს. ენ რაოდენობით როცა იზრდება, ეს არის ამისი ერთხელ არავინ არ დამძდა ეს დოკუმენტი არავის მისვლია. ამიტომ გავიდე 8,000 ლარი ვიღაცის ნათქვამზე სახელმწიფო ფონდს დაემატა. სამინისტროებიდან დაბრუნდა უკან წერილები რომ უთხრეს რომ შენი გამოსაგზავნე აქ არა ელემენტარული მაგის კვალიფიკაცია ხო უნდა ქონდეს აპარატს გამგეობისას. რომ სამინისტროში როცა წერილს და საკითხს აკეთებ, იქიდან არ მოგივიდეს უკან რომ ეს რას ისურველი გავამიგზავნე. და რამდენჯერმე დავჭირდა ჩვენ ამის გაგზავნა წერილისა, კანონების მითითებით თუ როგორ უნდა მზადდებოდეს საკრებულოს ხდომაზე, თანაც ბიუჯეტის ისაცვლება. თანაც ორი თვე ბიუჯეტს ვეღარ შევცვლით. თლიანი სოფლის პროგრამების ცვლილებები და წასულიყო ეს ყველაფერი მოგოყვანა აჟურში. აი აქედან ბიუროს წევრებმა შესაბამის დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე, რომელმა იცის ეგ საკითხი. ელემენტარულად ხარატინა ქაღალდების ჩაუვარდა ხელში. მოსაზრება რომელიმეს მითხარი, ან იურიდიული სამსახურის, ან შესაბამისი კომისიის, ან საფინანსო სამსახურის. ვინმე დაწერა ამაზე ანოტაცია და თავის მოსაზრება? თქვენ შეიძლება მუშაობთ, ვინ იცი იყო? თქვენ და გამგეობაში ერთი-ორი ადამიანი. ან იმათაც შეიძლება ჩახედულიყო და თქვენ გეუბნებიან ბატონო, მე ვკითხულობ, თქვენს გარდა ამ ორ უცხებაში, ამ ორ დაუშვებაში, თვითმმართველობის ორგანოში ამის შესახებ ვინ იცის? ერთი ადამიანი გამოსახელია. ვაჟა ნასკიდაშვილის გარდა ეგ საკითხი კიდევ ვინ იცის?
რატო ხდება ეს ერთი ადამიანის მიერ და არ არის ამაში ჩართული მთელი პროცესი. ეხლა რაღაც ვინ ამაზე ლაპარაკი ეს. ეს საკითხები მუდმივად შემოწესე, მუდმივად საკრებულო აყენებს საკითხს, რომ მოამზადეთ, შემოიტანეთ, წარმოადგენთ რწმუნება, ხელი უნდა უწვეთ ან არ უწვეთ. როდან უნდა გაგრძელდეს ეს კაცი? ამბობა სტერილი და დაუდეთ საკრებულოს. სავარჯიშო და სპორტულ ზალაში უნდა იაროს იმაზე ვარჯიშია სამუშაო საათებში. და ისა გრეიგერი მთელი წელი გავიდა. გრეიგერის საკითხი 3-4 თვით მაგდა. სოფლებმა თქვენს აი ბატონო თუ გრეიგერი ვიყიდეთ. სულ ისა პირაღები ვარდეულობთ გრეიგერი მოდის რომ ამ ხალხზე შედაგზები რაღაცა გავაკეთოთ. იმიტომ რომ შენ ვერ მოიცალე. იმიტომ რომ შენს მეტი მაქსიმუმში არ დადის არავინ. გამგებელი ორჯერ იყო იმაში საზღვარგარეთ. ამ საკითხში მოვალეობის შესრულებული ორჯერ საზღვარგარეთ იყო. და იმიტომ რატო არ სიმართლე თქვა? ეს სწორად